თავგადასავალი იწყება საქართველოს და სომხეთის საზღვარზე. ახლა გავიარეთ კონტროლი ხალხელოდებით. ძალიან ცუდი ავარია იყო გზაზე. გადაკეტილი იყო გზა, მაგრამ ჩვენი მძღოლის წყალობით, რომელმაც შემომით გზა იცოდა, დრო არ დავუკარგეთ. ჯამში თბილისიდან ერევნამდე დაახლოებით 5 საათის გზა. ერევანში უნდა ჩავიდეთ ხამე, იქ დაჯავშნილი გვაქვს Airbnb და დილით წავალთ აეროპორტში. მაგრამ ისე თბილისიდან ერევნამდე ისეთ დროებში იყო და იმ ხელშუალით გვიწევდა მე აეროპორტამდე, რომ გადაწყვეტე რომ ჯობდა Airbnb-ის დაჯავშნა, იმიტომ რომ განსაკუთრებით დათო სამსახურის მერე 5 საათი რომ იმგზავრო და მე კიდე ალბათ 8 საათი რომ კიდე აეროპორტში იყო, ძალიან დამღლელია, ამიტომ Airbnb დავჯავშნეთ. ამე დავრჩებით ერევანში და დილით წავალთ აეროპორტში. ჩავსხედით ჩვენს ტრანსპორტში, მძღოლს ველოდებით. თბილისიდან ერევანში დადის სამარშრუტო ტაქსები, მინივენები, კერძო მანქანები. ცუდი ის არის, რომ არ იცის წინასწარ მინივენით იმგზავრებ თუ სამარშრუტო ტაქსით, მარშრუტკით. სადაც დავრეკე, რა ვარიანტებიც ნახე, ყველა ამბობდა, რომ მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე, ანუ წინასწარ ვერ ჯავშნედი და წინა დღით რომ დავრეკე უკვე, სადაც მინივენის ვარიანტი იყო, ის ავარჩიე და ისე დაემთხვა, რომ მარტო მე და დათო დავრჩით მგზავრები და მანქანით მივდივართ. მოკლედ, კაი ვარიანტი გამოვიდა. მაღაზიაში გამახვარი. ჩამოვედით ერევანში და ვეძებთ ახლა სახლს. დიდი ქვის ქვეშ დაგვახვედრა გასაღები ბინის მემატრავნებ. ანუ რის იმედზე? ამის იმედზე ვარ თამაღა. ხო, ხედა. ხო, სუნელების სუნი დგას. როგორი ვარდები დაგვახვედრას. ღამის 12 საათია. კარგი ჩავედით, მოვასწრებთ დასვენებას, კარგი მძღოლი ყავდა. მიხარია რომ გაამართლა 50 ლარიღის გზა და ეხლა ვისაც წამოვყევით რუსთაველის მაკდონალდსთან შევხვდა და წამოვიყვანა. არიან მანქანები, რომლებიც ისნიდან გადიან. ავლაბრიდანაც მე მგონი. თუმცა დაგჭერდეთ საკონტაქტოს ჩავიდეთ. ვიცი რომ ბინის მეპატრონი არაფერ შუაშია და ეს შენი სიურპრიზია. მადლობა როგორი დახვედრა მომიწყე. გავუდექით აეროპორტისკენ გზას. აქ ბოლტი არ არის და იანდექსის მანქანებია გიჟივით. საკმაოდ იაფია სადღაც ერევნის ცენტრიდან 5-დან 10 ლარამდე გიჯდება გასვლა და 15 წუთში ხარ იქ, უფრო 20 წუთში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით რო წახვიდე, მაგალითად ავტობუსით, როგორც სახლის მეპატრონემ გითხრა, დაახლოებით $1 ჯდება ერთ ადამიანზეო და იმდენ დროს უნდები, რომ ანუ 2 ადამიანი $2 ხდის ჯობს რომ გამოიძაღო ტაქსი და $3-4 გიჯდება. ჩვენი მძღოლი არც ერთ ენაზე არ მოგვესალმა, ყველაფერი ვცადეთ. აშკარად ძალიან არ გავუსწორდა რომ აეროპორტში მივდივართ. Sorry. ერთი საათია ფრენამდე. მოვედით სახლში. აი, დიდი ხანი ესეთი ბედნიერი არ ყოფილვარ. ეხლა რა ხდება? ჩემი ძმა არ მინახავს წელიწად ნახევარია. თითქოს შემოსასვლელად იქნებოდა შემთხვევები, რომ რაღაცა ისეთი დიდი დროით, აი კვირებით, ან თვით ყოფილიყავით ცალ-ცალკე რა. ეგეც სხვადასხვა ყანაში რო ვიყავით ალბათ მაგიტო, თორე ერთად ცხოვრობდით, რავი, რაც დაიბადა, ერთად ცხოვრობდით, მე მგონი სულ. ხო და ეხლა წელიწად ნახევარია, რაც მე დავუბრუნდი საქართველოში, ჩემი ძმა რომში გადმოვიდა და არ მყავდა ნანახი ამდენი ხანი.
ყველაფერი ისე მიეწყო, რომ მე ვეღარ ჩავედი ჩემი ძმის სანახავად, ჩემი ძმა საქართველოში ვეღარ ჩამოვიდა, ახლა არ იცი აქ რო ვარ, ამაღა მაქვს დაბადების დღე. ანუ ხალხს დაბადების დღე ამაღა. და სამსახურშია. ხო და მთავარია არ გამომასწროს სამსახურიდან. ეხლა ცოტას მოვწესრიგდებით, დავისვენებთ საათანახევრიანი რიგი გამოვიარეთ, მე მგონი რომის აეროპორტში. ანუ ეხლა რა ფრენაც ვქონდა, დიდ აეროპორტში ჩამოვედით ფიუმიჩინოში და ანუ არ ვიცი. დრასვილისთან გამოვედი, ჯამში არ დავღვარ ისე, როგორც მაგრიგში დავიღალე. საშინელება იყო. ხო და ეხლა ცოტა აზრზე მოვალ და რო დავამთავრებს მუშაობას ჩემი ძმა, მინდა რომ ბუმ. მოკლედ კოტე მუშაობს ოსტერიაში, სადაც პასტას აკეთებენ. თან საკმაოდ ისეთი ადგილია ტურისტული და გზის პირას არის ეს ფილიალი, სადაც კოტე მუშაობს. და ეხლა გზის მეორე მხარეს გავარ, 9 საათში ამთავრებს მუშაობას და დავინახე, კინაღამ დაგვინახა. უნდა გადავუღოთ შუმაც. ეცადე, არ ჩანს, სად არის? ხარავინ ეფარება, გადავუღოთ. ანუ ერთი მომენტი ვფიქრეთ, რომ მაგიდასთან დავსხარიყავი და უბრალოდ მოგვეკითხა კოტე. მაგრამ ეს არის ადგილი და აქეთ არის გამხელა რიგი, არა და იკეტება 9 საათში. ხო და არაჯერსო დავრევოდო. აი რაც არის მაინც მალე ამთავრებს მუშაობას. ანუ აქამდე იმიტომ არ მინდოდა რომ ადრე მივსულიყავი, რომ დამინახოს და მე ვერ გამოვიდეს და მუშაობს. ეგეთი რაღაც არ მინდოდა. მიდი შედი. ანუ ვაჩქარებდი რა, რომ მეთქი, კარგი შედი, ეხლა მიდი დაამთავრე სამსახური. ამ დროს რა ემოციებშია. ვერც გავიაზრე უცებ რა, ანუ მე იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ ხელი არ შემეშავა. ველოდებით ეხლა სანამ გამოვა, ცოტა ხანში. პიაცა ნავონასთან არის ძალიან ახლოს ეს ოსტერია და ჩვენ აქ გავისეირნებთ, რომ იქ არ ველოდოთ. აუ თვარე რა ლამაზია. ამასობაში ადგილიც ვიპოვეთ, სადაც ერთად ვივახშმებთ. რაც თავარია ჩემი აპეროლი მოვიდა. ფორმა გავიხადეთ და მოვედით. 5 და 5-ია რა. როგორი ტრანსპორტი გყავს? კარგი მოგონებები აქვს დათოს ამასთან დაკავშირებით. მოვიდა ჩვენი პიცები, 4 ყველი, მარგერიტა და სალიამი. ამა წავიდა. ეს რა გამიგეთეს მეგობრებო. One hour later. Am sigze surulია. 2 hours later. Good morning. აქ რა ჩავიდინე, არავინ მკითხავს. პრინცესებს წინავთ და ველოდები, უბრალოდ არ ველოდები, მზეზე ვარ მიფიცხებული გემრიელად აივანზე. გუშინ დილამდე, პრინციპში რაღა გუშინ დღეს დილამდე შეყვნენ ბიჭები ლუდისმას და საუბარს და მე რა თქმა უნდა ეგრევე გესერი მომძვრა და მივიძინე. ამიტომ კარგად ვცნობ თავს. ხოდა რო გაიყვიძებენ ჩემი მზეთუნახავები, იმდენ რომ სადმე გავიდეთ, რაც ჩამოვედი არ დამილებია კაპუჩინო. რანაირად, რაც შემომთხოვა რომ წავიდეთ, ყავის აპარატი მაყიდინეო
და ეგეც შედის უახლოეს გეგმაში. თვითონ ხო უყვარს ყავა და ყვავილებს ყურნაობს რაღაც თავისი მეთოდით, არ ვიცი, გამზადებული აქვს ყავის ნალექი, რომელსაც მიწაში ურევს ხოლმე და ბაკტია რო ჭრის, იმიტომ რომ ლამაზი ბალბები ყავს. გამოვედით სასეირნოდ 25 წუთის გზაზე მივდივარ, რომ დავლიოთ ყავა. ანუ ხო ყველგან შეგიძლიათ დალიო ყავა, მაგრამ იქ სადაც ცხოვრობდით, აი იმ ქუჩაზე, იმ ადგილებში დაძრომის მუღამი გვაქვს, რომ გავიხსენოთ ძველი დრო. Attenzione pickpocket! ნახე მართალია კონცერტ, ანუ რა მაიმუნები არიან. ჯიბის ხურდებზე რომ ვიდეოები ახლა ინტერნეტში. ეხლა ექს სასტავი შევხვდა, რომლებიც რამდენიმე იყვნენ ერთად და ვითომ ძალიან დაბნეული სახით კითხულობდნენ, რომ აი გზა აერიათ, რომ ეხლა რომ ბეხაზია ეს. და ვითომ ახალზე მიდიოდნენ და არ იცოდნენ და რაღაცები. შენ რო მინდა რომ დაეხმაროთ ეს კეთიდან წყობილი ხარ და ამ დროს კი ძარცავს. სპეციალურად დავაკვირდით ამ გოგოებს, რომლებიც ვითომ გზა აერიათ. ჯერ სხვებს ხოვეს დახმარება, მერე ჩვენს დაგლობარდნენ და ჩემი ძმა მიხვდა, რომ ქურდები იყვნენ. ზემოთ წერია მეტროს გაჩერებები და შენ სანამ კონცენტრირებული ხარ რომ დაეხმარო, უყურებ, აი აქ უნდა გადაჭდე, სხვა ხაზია, ის სხვა ხაზია და რაღაცეები. ეს შენი კეთილგაწყობით სარგებლობენ და ქვემოთ ჩიბიდან ჩათიდან გაცლიან რაღაცეებს. როგორც კი გამოვიდნენ მატარებლიდან, ვითომ უნდა ჩასულიყვნენ, წასულიყვნენ გასასვლელისკენ და სანამ დაიძრებოდა მატარებელი, გადაადგინა და სხვა ვაგონში შევიდნენ. რომ იგივე გაეკეთებინათ. ანუ ძალიან მომრავლებულები არიან და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. Sorry, both magits no. ჩემი პირველი YouTube ბლოგი რო დავდე ვიდეოს ბოლოს ესეთი ამით თავდება ვიდეო რომ აი აქ ამ ხიდზე დავკარგე ჩემი დღიური. ესეთი set story მქონდა და ეს იყო ის ადგილი. აი სავარაუდოდ სადღაც აქ მედო ჩემი დღიური და უკვე კოლიზეუმის უკან ფორუმთან ვიყავი, როცა გავაანალიზე რომ რაღაც მაგდა. კოლიზეუმს ხო ბევრი რაკურსი აქვს და ყველგან ხო ყოველთვის მაინც ბევრი ხალხია. ახლა ჩემი საყვარელი წერტილები რომელია? მეტროს გამოსასვლელთან ეგ არის პირველი სართული. მარჯვნივ შედის პატარა დერეფანივით. მაგას რო გავუყვები, გამოდიხარ აქ და არის ბევრად უკეთესი ხედი, ბევრი ხალხი თუა. აქ არის ხოლმე ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი, სადაც კარგი ფოტოები გამოდის, მაგრამ აი იქით ხიდიდან გამოდის კიდე უფრო შორი და გაშლილი ხედი და მეორე არის კიდე ხიდის იქით, იქ ზემოთ, პატარა ბაღში თუ ახალ, იქიდანაც კაი ხედია. რომის იმპერიის ტერიტორიული ცვლილებები ვიხილოთ. ვერთო რამ ხელა იყო. დარჩა ჩექმა, სიცილია და სარდინია. ეს არის ჩემი საყვარელი პიაცა, მე ვთვლი, რომ ყველაზე ლამაზი მოედანია რომში.
ამბობენ რომ პიაცანამონა ყველაზე ლამაზია, მაგრამ ჩემთვის მაინც არ ვიცი, ანუ პირველად ეს ადგილი იყო, რომელიც ნახე რომში, ალბათ ეგეც ემოციური ნაწილია და მოედნის გარშემო რა შენობაც დგას, რა ეკლესიაც დგას, ყველა ძალიან ლამაზია. ეს არის ვიტორიო ემანუელე, ერთიანი იტალიის პირველი მეფე იყო. მისი მონუმენტია, ანუ ძალიან ლამაზია და რომში სანახაობები, რაც არის ძალიან ბევრი ადგილიდან ჩანს ეს ზედანაწილი. ზემოდან არის ძალიან ლამაზი ხედი. და სულ ზემოთ თუ ახლა აქედან არ ჩანს ვერანდა, რომელსაც ლიფტით უნდა ახვიდე. სადაც ყოველთვის პირველ კვირადღეს შეგიძლიათ უფასოდ ახვიდეთ. ერთ-ერთ ბლოკში მაქვს ეგეც გადაღებული. ამ მომენტში რაც ხდება რომში, ვინც უკვე იყავით ან მოდიხართ, ცოტა იმედები გაგიცვლდებათ რამდენიმე ადგილას, იმით რომ იუბილის გამო ბევრი ადგილი არის შემოსაზღვრული, აკეთებენ, აწესრიგებენ. პიაცა ვენეციას რაც შეეხება, ის მოაჯირი, რომელიც ძალიან დიდ ჩაყოლებაზეა, აი ეს. ეს კონკრეტული ახლა იმიტომ არის, რომ მეტროს ერთ-ერთი ხაზი სამუშაოებია და სხვა შემთხვევაში რომის იუბილის გამო გრანდიოზული მზადება და მოკლედ მთელი პროცესებია აკეთებენ. აღარავალ ზემოთ, რადგან ეს ამბები ხდება და ქაოსია, პირდაპირ ვუყვები გზას იადელ კორსიკზე. Potem gata tem. აიყიდე გვანახე. ბავშვები მყავს სათამაშოების საყიდლად გამოყვანილი. აბა თითო არჩიეთ ახლა. თითო არჩიეთ, მეც ვერ გიყიდით. წამოდით. მეც მინდა. მიყიდე. ბიჭებო. ბორსკი დაგცინოდით, მაგრამ მეც ვიპოვე ჩემთვის. New toys. კოტე შენი ჯერია. კოტე ხუდი ჩამოვარე. დათომ უკვე ისწავლა დაკვრა და კოტე ვერ გახსნა. აბა. აი, შენი რეპერტუარი შემომთავაზე. Lighten up, take me on your magic river. Tell me all your dreams align. Sign me up and tell me about the people that you know who are trying to feel alive. Life can get hard, so honey, if you need to cry, just come share my pillow and rain, rain, go away. ვიმენა, აბარა. გასტავერეზე არ იყო კარგი სიტუაცია და წამოვიდი და კოტა წამოვხმარა თავის ნაცნობად. უყურებენ თამაშს. აუ, ვიმენა აბა. დაემთხვა მე ვასწრებ აპეროლების მოსიყვარულებას და აქ დამთავრდება დღევანდელი ვლოგი. მადლობა, რომ ვიყუროთ. კარგად.